სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის. მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია რადიო იმედის ყოველკვირეული ток-შოუ სახელწოდებით აკრძალული ხილი. ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში სამშაბათობით 22 საათსა და 10 წუთიდან. მე გახლავართ დაფნა, სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემს თანაწამყვანს, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ექიმ-სექსოლოგს პროფესორ ზურაბ მარშანიას. საღამომშვიდობის ბატონო ზურაბ. საღამომშვიდობისა დაფნა, საღამომშვიდობისა ძვირფასო რადიო მსმენელებო. იმედია დღევანდელი გადაცემა საინტერესო იქნება თქვენთვის. ცოტა ესეთი ეგზოტიკური თემა გვაქვს ჩვენ, არც ისე ცნობილი, არც ისე ასე ვთქვათ, მაინც და მაინც გაპიარებული იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს არის ტრანსსექსუალიზმი და ტრანსსექსუალები. ისევე როგორც თქვენ წინა გადაცემაში მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს ჩვენ ვამბობთ ტრანსსექსუალიზმი და არა ტრანსსექსუალობა. და აქვე პატრა გადახვევას გავაკეთებ და გეტყვით, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ამ გადაცემის მოსმენა რეკომენდებული მაინც არ არის, ასე რომ თუ გვერდით გისხედან ახლა ამ ასაკის ბავშვები, მოარიდეთ რადიო მიმღებებს. თუ არა გაქვთ იმის საშუალება, რომ განერიდოს ბავშვი და იძულებულები ხართ, რომ ერთად ისხდეთ, მაშინ ალბათ ჯობია რომ გამორთოთ, არ მოусმინოთ მასთან ერთად, შემდეგ გვიპოვოთ Facebook-ზე, ყველა აბსოლუტურად ან ყურსასმენებით ხო Facebook-ზე იდება აბსოლუტურად ყველა გადაცემა, რომელიც ეთერში გავიდა, ასევე შეგიძლიათ მოგძებნოთ YouTube-ზე, აკრიფეთ აკრძალული ხილი ქართული შრიფტით და აუცილებლად გნახავთ. მე მემდურიან რომ თურმე იშვიათად ვაცხადებ ტელეფონის ნომრებს. ჩვენ ტელეფონის ნომრებია 2921188 და 2921199 და გვანიშნებენ, რომ მსმენელია ხაზზე, ჯერ არც დაგვიწყია გადაცემა. ძალიან საინტერესოა. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მე მიწდავრეკე ცოტა ადრიანად, რომ მე ერთი შეძლებოდა შემდგომში რომ არ დაესწრო სხვა სურვილებს, მაგრამ რა თქმა უნდა მე არ დავაყოლებ ეთერს და მათაც ასე ვთქვათ არ შეუზღუდო ამის საშუალებას. ძალიან მოკლედ, მაგრამ ძალიან სერიოზულ თემას მინდა თან დაკავშირებით კითხვა დაგისვათ. თუმცა მე თვითონ არ ვიცი რამდენად ამის კომპეტენცია მეყოფა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად ვეცდები რომ ჩამოვაყალიბო ძალიან ლაკონიურად. რას ეხება ჩემი ასე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირება და დამოკიდებულება, რაც თქვენ თემატიკაა. რა თქმა უნდა, ეს თემები აუცილებლად განსახილველია, იმიტომ რომ დღევანდელ მდგომარეობაში და ვითარებაში გარემოში რაც ადამიანია ამ მოქცეული ამ ინფორმაციულ და ყველანაირ იმაში ასე ვთქვათ ძალიან გადაწყვეტილია ყოველთვის ხანდახან ამ ზედმეტ ინფორმაციისგანაც კი უჭირს სწორი ორიენტაციის აღება, აზრობრივად გულის მოხმე და ხომ არ არის ეს ხანა დაკავშირებული მასთან, მე რელიგიას გულისხმობ, აპოსტაციური ხანაა და მაგალითად ნიუეს მირომდინარეს აქ უდიდეს წმინდას ათონელ დიდმამას მე წაკითხული მაქვს მისი ასე ვთქვათ ეს ნაწერები რომ ამ ხანაში აპოსტაციურ ხანაში ანუ ანტიქრისტეს მოვლენების წინა ხანაში აღრევა იქნება სქესის აბსოლუტური ნუ აბსოლუტური არა ღმერთმა დაიფაროს მაგრამ ძალიან დიდ ქალის და კაცის გარჩევაც კი შეუძლებელი იქნება ეს გეი პარადების ეს გაფრიარებაც ამასთან არის დაკავშირებული აი ამ ხანის მოახლოებასთან და ვინც ამ ხანას ასე ვთქვათ უკვე აჩქარებს და მასზე არის დამოკიდებული აი ამ ყველაფრის გარეალიზება და მე მაგალითად გონია ჩემი შეკითხვის ბოლოს რომ თვითონ ანტიქრისტეს კომიკი იქნება
მადლობა თუ ჩემი შეკითხვა ძალიან აბსურდულად არ გამოყალიბება მადლობა გაიგეთ კითხვა რაში მდგომარეობდა მე ვერ გავიგებ მაპატიო ესე იგი მე გავიგე და მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ რადიოს სვენელებს აი ნამდვილად ვიტყვიან აი დიდი ოსტატობით ჩამოყალიბებულ კითხვაში მას ნამდვილად სურს გაერკვას ამ საკითხში და იცით რა ის რომ ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ზუსტად დასტურდება იმითი აი ამ კითხვით ზუსტად შესანიშნავად დასმული კითხვა არის და რომელიც ამავე დროს აჩვენებს რომ გასარკვევია ბევრი რაღაცეები აი აქ ისევ ხაზი გაესვა დაუშვათ ჰომოსექსუალობას ხო როდესაც დღევანდელი გადაცემა ჰომოსექსუალობაზე კი არა ტრანსსექსუალიზმზეა დავხსნათ თქვენ რომ გავუსვით ხაზი ტრანსსექსუალიზმი და არა დაუშვათ ჰომოსექსუალობა სრულიად სხვა რაღაცა არის და მე მგონი დღევანდელი გადაცემა ძალიან ბევრ საიდუმლოს ახდის ასე ვთქვათ ფარდას და ძალიან ბევრ ისევ თქვენ გიყავთ ხოლმე მითების თემის ასე ვთქვათ მითოზურობა სხვათა შორის ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქართული მენტალობისთვის ეს მითოზურობა ძალიან დამახასიათებელია მითოსური ასე ვთქვათ პათოსი არის დამახასიათებელი ყველაფერში დაწყებული მედიცინიდან დამთავრებული პოლიტიკამდე და ყოველდღიურ ცხოვრებამდე და ამიტომაც აი მე მგონი ეს კითხვა ზუსტად რო იტყვიან აი უნდა დასმულიყო გადაცემის დასაწყისში რა და ამაში ნამდვილად მე მადლობელი ვარ და კითხვა იყო დასმული ისე რომ აი ხომ არ არის აი ეს ყველაფერი ეს სქესის აღრევა და ეს სქესის აღრევა ეს ზუსტად დღევანდელი თემაა დღევანდელი თემაა ზუსტად ეს ჰომოსექსუალობასთან სქესს და სქესობრივ თვით იდენტიფიკაციას თვითიდენტობას არაფერი საერთო არ აქვს. ჰომოსექსუალობა სულ სხვა რაღაცა, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ეს არის და მე მინდა ვთქვა, იცით, აი დავსვა, ესე იგი, კითხვა დავსვა ესეთნაირად, რომ ჩვენი გადაცემა მაინც სამედიცინო პროფილის გადაცემაა და ჩვენი გადაცემა მიზნად ისახავს, ასე ვთქვათ, ინფორმირებულობის დონის მომატებას საზოგადოებისა პირველ რიგში, იმიტომ რომ შვება მიეცეს მას და ის ადამიანი, რომელიც იტანჯება ამა თუ იმ დაუშვათ დაავადებით, ამ შემთხვევაში სექსუალური დისფუნქციით, სქესობრივი აშლილობით. იდენტურობის გარკვევით, ხო? დიახ, ბატონო, დიახ, ამ შემთხვევაში ესე იგი ლაპარაკი არის ზუსტად დაავადებაზე, ჰომოსექსუალობისგან განსხვავებით, რომელიც დაავადება არა და ცხოვრების წესია. ტრანსსექსუალიზმი ეს არის დაავადება და ეს არის სწორედ რომ ფსიქიკური აშლილობა. დავიწყოთ მაშინ თავიდან ბატონო ზურაბ, ვინ არიან ტრანსსექსუალები? აი ტრანსსექსუალი ვინ არის და ეს არის ადამიანი, რომლის სქესობრივი თვითიდენტიფიკაცია, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური თვითიდენტიფიკაცია არ შეესაბამება მის მეორად სასქესო ნიშნებს, ანუ ბიოლოგიურ სქესს. მარტივად რო ვთქვათ, ეს არის თუ ბიოლოგიურად არის მამაკაცი, ფსიქიკურად ის არის ქალი, ის თავის თავს აღიქვამს ქალად. ამაზე შეიძლება იყოს აი ძალიან ბევრი ალბათ აი რადიოს სვენელიც რომელმაც დარეკა ან სხვა ვინმე გვისაყვედურებს რომ აი როგორიც არის განსაზღვრული ბუნებით აი ისია ეს და იცით რა ბუნებით ბევრი რამეა განსაზღვრული რა ბუნებით განსაზღვრული ისიც არის და განგების სურვილი ისიც არის რომ ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელი მაგრამ საუბედო ბედნიერი მაგრამ ესე რომ არ არის რა ვქნათ არის ძალიან ბევრი უბედური ადამიანი და ბევრი ავადმყოფი და ტრანსსექსუალები ავადმყოფები არიან. ბატონო ზურაბ, მე ამაზე გამახსენდა ერთ-ერთი ჩემი გადაცემა, სადაც საუბრობდით იმაზე, საჭირო არის თუ არა, რომ მაგალითად ქალბატონმა, რომელიც ძალიან დიდ უსიამოვნებას და დისკომფორტს გრძნობს მისი ცხვირის ფორმის გამო, გაიკეთოს ცხვირის ოპერაცია, რომელიც ძალიან პოპულარული არის საქართველოში და მე მგონი არავის არ გაუკვირდებოდა, ეხლა მე ეს თემა რო წამომეწია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას აღმოაჩნდა ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და მე მირეკავდა აქ ხალხი, რომელიც მეუბნებოდა ღმერთმა როგორიც გაგაჩინა, აი ასეთი უნდა იყო. მაშინ მე მიჩნდება კითხვა, მედიცინარისთვისღა არსებობს მაშინ ღმერთმა უარყო მედიცინა, ჩვენ სადმე გვიწერია, არა, ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარი თვითონ იყო მკურნალი. ჩვენ ვიცით რომ მაცხოვარმა კეთროვანი განკურნა, ჩვენ ვიცით რომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, ხო? სარეანიმაციო ღონისძიებები ჩაატარა, რო ვთქვა სამედიცინო ენაზე. ამიტომ რა თქმა უნდა, კატეგორიულად ამაზე არ ვეთანხმებით და მე მგონი ნებისმიერი ასე ვთქვა კანონიკური
სამართლისა და ნორმების მცოდნე დაგვეთანხმება მაგაში. და მე უბრალოდ რატომ დავიწყე ახლა მცხვირის ოპერაციაზე საუბარი, იმიტომ რომ მე ჩვენება რომ მცხვირის ოპერაციაზე ამ ხელა ამბავი თუ ატყდა და ხალხი რეკავდა რომ როგორიც გაგაჩინა უფალმა ისეთი უნდა დარჩიო, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ თემაზე რა ამბავია, ხო? ადამიანების თავებში ყოველ შემთხვევაში მე იმას არ ვამბობ, რომ აქ დაიწყება ზარები და შემოტევა და ჩვენა გაგვახავენ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ის, რომ გაგარკვიოთ ძვირფასო რადიომსმენელებო იმაში თუ რა არის სნეულება, რა არის დაავადება, რა არის ფსიქოლოგიური გადახრა, რა არის ადამიანის რაღაც მიდრეკილება, ხო ბატონო ზურაბს ვამბობ? სავსებით სწორად ამბობთ ყველაფერს დაფნა და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია რომ მივცეთ შვება ადამიანს, რომ დავეხმაროთ მას. ამას ჩვენ ამის ქმნას განვაგრძობთ. შევეცდებით. მოკლე საინფორმაციო გამოშვება. პაუზის შემდეგ. Ток-шоу უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. მაშ რა არის ტრანსექსუალიზმი? ჩვენ კვლავ ეთერში ვართ, შეგახსენებთ რომ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ყოველ სამშაბათს საღამოს 22 საათსა და 10 წუთზე შეგიძლიათ მოისმინოთ გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი, რომელიც მიყავთ ბატონ ზურაბ მარშანია, სექსოლოგიის პროფესორს და მე თქვენს მონამორჩილს დაფნას. დღეს ვსაუბრობთ ტრანსექსუალიზმზე. გადავიდეთ უშუალოდ თემაზე. მოდით ესე იგი პირველი ყველაფერი უნდა დავიწყოთ ჩვენ დეფინიციით, რა არის. ესე იგი შეუთავსებლობა ბიოლოგიურ სქესსა და ფსიქოლოგიურ თვითიდენტიფიკაციას შორის. ანუ გაჩნდა ქალი და დიახ, მაგრამ ის თავის რომ არის კაცი. რომ არის კაცი. და რა ხდება ეცით? აი ამის შედეგი არის რომ ეს პიროვნება უკიდურესად მწვავედ განიცდის ამ შეუთავსებლობას ბიოლოგიურ სქესსა და მის რეალურად გაცნობიერებულ თვითიდენტობას შორის. და იცით როგორი განცდა აქვს? ეს არის ესე იგი უცხო სხეულში პატიმრობის განცდა. ეს არის უდიდესი ტანჯვა, რომელსაც ხშირად სხვათა შორის მიყავს ადამიანი სუიციდის, ასე ვთქვათ, მცდელობებამდე რა. სუიციდის მდგომარეობამდე. და შესაბამისად ტრანსექსუალი მამაკაცი მუდმივად განიცდის იმის მოთხოვნილებას, რომ შეიცვალოს სქესი და გახდეს ქალი და პირიქით ქალი განიცდის, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებას იმისა, რომ შეიცვალოს სქესი და გახდეს მამაკაცი. მაინც რა არის? აი ჩვენ სწორად ავთქვით, ტრანსექსუალიზმი, ჩვენ ვიხმარეთ ჰომოსექსუალობისგან განსხვავებით, ჰომოსექსუალიზმი არ არის დაავადება, ამოღებულია ყველა კლასიფიკაციიდან და ასე შემდეგ. გავუსვით ჩვენ ამას ხაზი. ესე იგი, ტრანსექსუალიზმი ეს არის ავადმყოფობა, ანუ ფსიქიკური აშლილობა. და როგორც ყველა ავადმყოფობა, როგორც ყველა ფსიქიკური აშლილობა, ის საჭიროებს მკურნალობას. ასე რომ მოდით ესე იგი წერტილი დავსვათ ჩვენ ამის თაობაზე, თუ რა არის ერთი და რა არის მეორე. და იმასაც მივაქციოთ ყურადღება, თუ რის გამო ირევა ხშირად ეს ცნებები, მაგალითად ხშირად ერევა ტრანსექსუალიზმი, ხშირად ერევა ტრანსვესტიზმში. აი რატო ხდება ესა? ტრანსვესტიზმზე ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ. გვექნება ხო ტრანსვესტიზმი ეს არის პარაფილია, ანუ ესე იგი სექსუალური ქცევის გადახრა, დევიანტურ მდგომარეობას უძახიან მაგას. ეხლა უფრო მიღებული არის ესეთი ტერმინი, რომელიც არის პარაფილია და ეხლა რა არის პარაფილია? თუიცით ვინ შემოიღო ეს ტერმინი, ახლა დაიწყებთ რა თქმა უნდა სიცოცხლეს დავიწყოთ. მასტერსმა და ჯონსონმა. ჩემი საყვარელი წყვილი. თქვენი საყვარელი წყვილი და თქვენ ისიც აღმოაჩინეთ ფილმი გადაუღია ჰოლივუდს უკვე მასტერსზე და ჯონსონზე. ჩვენ უნდა ეს ფილმი ვიხილოთ და თუ ოდესმე ტელევიზიაზე გაგვიყვანენ, ვაჩვენოთ კიდევაც ჩვენ. პირდაპირად ჩვენ დავისვენოთ და ვაჩვენოთ ფილმ მასტერსზე და ჯონსონზე. ფილმსაც უყუროთ, დავტკბეთ ესე იგი, დავტკბეთ სხვათა შორის კინზიზია შესანიშნავი ფილმი გადაღებული. როგორ არა, ცნობილი ძალიან სხვათა შორის რაღაც პრიზებიც აქვს აღებული და მთავარ როლში, კინზის როლში თამაშობს 11 და 10 ნაკლები ლაიმ ნისენი. ერთ-ერთი როიტყვიან კრასავец მუშინი. ჯერ ერთი, რა თქმა უნდა და მეორეც ერთი ვარსკვლავი, ბრწყინვალე ვარსკვლავი ჰოლივუდისა და მაინც ესე იგი აი ვთქვათ ეხლა, აი ეს რატომ ერევათ ერთმანეთში? აი ტრანსექსუალიზმი და ტრანსვესტიზმი. აი უყურეთ, მრავალი ტრანსექსუალი ბავშვობის ასაკიდანვე არის მიდრეკილი საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ტარებისადმი. ესე იგი,
აი ეს ტრანსსექსუალური იმპულსების გამოვლენა უკვე იწყება ბავშვობის ასაკიდან. ძალიან 3-5. იცით რა, ძნელია მაგის თქმა, შეიძლება იყოს ადრეულ, მაგრამ ადრეულ ასაკში საერთოდ დამახასიათებელია ბავშვობის ესეთი რაღაცა ყველასთვის, მაგრამ ნუ უფრო მერე, ასე ვთქვათ, ესე იგი პუბერტატულ პერიოდში უფრო დამახასიათებელია ეგა, პრეპუბერტატულშიც არის პუბერტატული, ესე იგი მომწიფების პერიოდში და მომწიფების წინ. რატომ მინდა რომ ჩაგეძიოთ? ჩვენ ხო გვისმენდნენ ახლა ბავშვების მშობლები. იმედია ბავშვები არა. აი ბავშვების მშობლები მინდა უბრალოდ რომ იყვნენ გათვითცნობიერებული იმაში თუ რა უნდა მიაქციონ ყურადღება. იცით რა, მას და მაინც ახლა ტრანსსექსუალიზმზე ნუ მიაქცევენ ყურადღება, იმიტომ რომ იმდენად იშვიათია. ვაიმე, იქნება რაღაცები აცვიათ სახში და კიკინებს იკეთებენ. საქართველოში სტატისტიკურად რამდენი ტრანსსექსუალი? 40. სულ. რა ვიცი, გეები ძალიან ბევრი ყოფილა. ყოველი მე-20. ნუ ახლა გეებზე ჩვენ ვილაპარაკეთ, იქ სულ სხვა სტატისტიკა იყო. ყოველი ჰომოსექსუალებზე დიახ. და ნუ მანდ ახლა ბისექსუალებზე ლაპარაკი არ გვექნება, იქ უკვე ასე ვთქვათ, სერიოზული შეშფოთების ასე ვთქვათ, საფუძველი შეიძლება გახდეს საზოგადოებაში, ჩვენ ხო ეს არ გვინდა. რაც შეეხება ტრანსსექსუალიზმს, ეს რა თქმა უნდა შეშფოთებას არ იწვევს, მაგრამ ხო და ვიცოდეთ ეს მოვლენა რომ ერთმანეთში არ აურიოთ რა. და აი, როდესაც ეს იმპულსები ტრანსსექსუალური, აი ეს სხვა სქესის, საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ტრანსაცმელში გადაცმა, ესე იგი აი ვლინდება უკვე ბავშვობის ასაკიდან, ხო? შესაბამისად, აი ესე იგი რაღაცნაირად ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს ესეთი მცდარი აზრი, რომ ტრანსსექსუალიზმი ეს იგივე ტრანსვესტიზმია. ანუ რა არის ტრანსვესტიზმი? ხო, მაგაზე ჩვენ ყველას ვიტყვით, მაგრამ მაინც ვთქვათ ეხლაც რა ფსიქიკური აშლილობა ასევე. პარაფილია, ხო? დევიაცია, გადახრა, რომლის დროს ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის ადამიანი ხაზი მინდა გაუსვა. სექსუალურ კმაყოფილებას ღებულობს საპირისპირო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისაგან. და ასევე ჰომოსექსუალობასთანაც არ უნდა გავაიგივოთ. როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ტრანსვესტისტი, ჰომოსექსუალი ერთის მხრიდან და ტრანსსექსუალი. ნუ ერთის ხა ჩემთვის შეიძლება მარტივია, სხვისთვის რთული იყოს, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება რას, რომ ტრანსსექსუალებისგან განსხვავებით ტრანსვესტისტები და ჰომოსექსუალები არ ისახავენ მიზნად საპირისპირო სქესის წარმომადგენლად გადაქცევას. ისინი სექსუალურ კმაყოფილებას ღებულობენ თავისი სქესიდან გამომდინარე, ესე იგი თავისი სქესისადმი ესე კუთვნილობა მათთვის არის, რომელსაც აცვია მოკლე კაბა, შეღებილია, პარიკი ახურავს და დგას ქუჩაში, მას შეიძლება უნდოდეს ქალთან ურთიერთობა? ოღონდ ქალის დასაცმელში. ქუჩაში ტრანსვესტისტები იშვიათად დგანან, როგორც წესი ისინი ასე ვთქვათ ინტიმურ გარემოში ან უახლოეს სექსუალურ პარტნიორთან აკეთებენ ესეთ რაღაცას. მე აგერ ცირკთან მყავს ნანახი. არა, მყავს ნანახი თქო გეუბნებით. ეგ არის ჰომოსექსუალური პროსტიტუცია, დაფნა. და რატო აცვია მაშინ ქალის კაბა? იმიტომ აცვია, რომ ეს მისი ასე ვთქვათ ატრიბუტია რა, მისი ასე ვთქვათ უნიფორმია. ხო და მაგიტომაც არის რომ ადამიანები რა თქმა უნდა შეიძლება აურიონ ჰომოსექსუალი, შეიძლება არც იყოს ჰომოსექსუალი, წინა გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკეთ. რომ სხვადასხვა ჰომოსექსუალურ პროსტიტუციას ხშირად ჰეტეროსექსუალები ეწევიან. ჰეტეროსექსუალი მამაკაცები. მაგრამ ისევ დაბრუნდებით ჰომოსექსუალობაში რა. დაგვაყრიან კითხვებს ჰომოსექსუალობაზე და ამ დროს ვლაპარაკობთ ჩვენ ტრანსსექსუალიზმზე და რა მინდა ხაზი გავუსვა. აი, მოდით დავიმახსოვროთ რა, რომ ტრანსვესტისტი და ჰომოსექსუალი სექსუალურ კმაყოფილებას ღებულობს როგორც მისი სქესის წარმომადგენელი. მას არ აქვს სურვილი რომ შეიცვალოს სქესი. ტრანსსექსუალი პირიქით. მისთვის აუტანელია საკუთარი ბიოლოგიური სქესში დარჩენა. ის უნდა გადავიდეს საპირისპირო სქესში და მხოლოდ როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელს შეუძლია სექსუალური კმაყოფილების მიღება. ესე იგი თქვენ გინდა თქვათ რომ სანამ არ გადაიკეთებენ სხეულს არ აქვს სექსუალური კავშირები? აქვთ, მაგრამ ესე იგი სრულფასოვან, ასე ვთქვათ, სრულფასოვან კმაყოფილებას იცით რა არის? აი ინგლისურ ტერმინოლოგიას ვიხმარ მე, აი სექსოლოგიაში არის ესეთი ორი მცნება, კმაყოფილების მცნება. ესე იგი sexual satisfaction, ესე იგი სექსუალური კმაყოფილება და overall satisfaction, ზოგადი კმაყოფილება. ეს ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. შეიძლება მაგალითად რა, სანამ სქესს შეიცვლის,
სქესობრივი ურთიერთობით, სქესობრივი კავშირი ტრანსსექსუალმა მიიღოს სიამოვნება, მაგრამ ეს იქნება ნაწილობრივი, მხოლოდ ეს არ იქნება სრულფასოვანი, ეს იქნება მხოლოდ აი სექსუალური კომპონენტი, ორგაზმს მიიღებს და всё. მაგრამ მაყოფილება იმისა, რომ ის არის, ესე იგი, დაუშვათ სრულფასოვანი ადამიანი, აი ვერ ღებულობს ამას რა და აი ესეთი დაუკმაყოფილების გზნობა უჩნდება, რომელიც ხშირად შეიძლება, ესე იგი, იყოს სტიმული ბიძგი თვითმკვლელობისადმი რა და როდესაც ჩვენ ხანდახან მოგვიწოდებენ, რომ აი გააკეთეთ იგნორირება საერთოდ ამ ადამიანობისა და ამ თემაზე საერთოდ რატო ლაპარაკობთ? კი, ცოტანი არიან, მაგრამ მე რა რო ცოტანი არიან, ხომ აიც იტანჯებიან და ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს მოვლენა რა არის და რას წარმოადგენს. მიუხედავად მისი იშვიათობისა და იშვიათია ნამდვილად, იმიტომ რომ როგორია სიხშირე, გითხარით, აი 100,000 მამაკაცზე ერთი. 130,000 ქალზე ერთი, ესე იგი, ქალებში უფრო იშვიათი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ესე იგი საქართველოში არის 4 მილიონი მოსახლეობა დღევანდელი, ჩვენ ხო ვერ დავადგინეთ ეს რა, საქართველოში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. 20 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ქართულმა ხელისუფლებამ ვერ მოისაზრა, ან არ მოისაზრა გასაგები მიზეზების გამო, არჩევნების გამო, რომ რეალურად დაედგინა ამ ასე ვთქვათ ბედკრულ ჩვენ სამშობლოში რამდენი ადამიანი ცხოვრობთ რეალურად რა და რამდენია საზღვარგარეთ. ეხლა ეს 4 მილიონი რა არის ხო ვიცით რა. მაგრამ დაუშვათ მართლა არის 4 მილიონი, დაუჯეროთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხო? მაგ შემთხვევაში ხო 40 ადამიანი გამოდის მამაკაცი და სადღაც მაღაზე ნაკლები, ესე იგი ქალი, 40-ზე ნაკლები ქალი. ნუ არ არის ბევრი რა და ესე იგი მაგრამ აი ამ 40-მა ეს 40 ჩვენ როგორ უნდა ჩავთვალოთ? ამ 40-მა უკვე გაიკეთა ოპერაცია? ეს უკვე ეს მხოლოდ განაცხადია იმისა, რომ ეს არის ის, რომ ესე იგი შეიძლება ალბათ არის საქართველოში ამდენი ტრანსსექსუალი, რომელიც ექიმის დახმარებას საჭიროებს. ეხლა რა დახმარება, როგორი დახმარება, ამაზე ეხლა მთელი გადაცემა უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ სერიოზული რაღაცა ძალიან საინტერესო სხვათა შორის. ხო, ნუ დაკვირვება ფსიქოლოგიური, ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, იმდენი ექიმია აქ ჩართული. ალბათ ბევრ არც ერთ სხვა ალბათ პათოლოგიის კურნალობის დროს ამდენი ექიმი და ამდენი სპეციალისტი არ არის ჩართული როგორც ტრანსსექსუალიზმის დროს. ამაზე ჩვენ მელე ვილაპარაკებთ. მაგრამ რა არის ეს 40 კაცი ვინ არის მაშინ? ეს არის უბრალოდ ის ადამიანი, ვინც მიმართა ტრანსსექსუალები? არა, არ მიმართავენ. უმრავლესობა, აი მაგალითად საქართველოში დარწმუნებული ვარ არ მიმართავს და ეს იტანჯება და ეს ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯება. მაშინ ჩვენ როგორ გამოვითვალეთ ეს 40-ს? ვისი მონაცემი? ეპიდემიოლოგიური კვლევებით სოფლიოში. სოფლიოში არის ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელიც საკმაოდ მაღალი ალბათობით და სიზუსტით ადგენენ სავარაუდო რაოდენობას ამ პათოლოგიის შეფერილი ადამიანისა რა. ეს არ არის ჩვენი კვლევის შედეგად მიღებული. ჯერ არ გაკეთებულა ეს კვლევა. თუმცა ბევრი საინტერესო კვლევა გაკეთდა, სხვა ჩვენს მოვიძიე ამას წინათ. გუშინ ფონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, ალბათ მე გვექნება მაგაზე საუბარი რა. სიამოვნებით. გაგაცნობთ ამ კვლევის შედეგებს, ეს დაბეჭდილა გამოქვეყნებულა სულ ახლახან 2013 წელს და მე მივიღე ეს ელექტრონული ვერსია და ესეთი ბედნიერება. საშუალება მექნება, თუ მომეცა საშუალება. რაღაც მონაცემები, ესე იგი ქართულიც გვაქვს. ქალაქ სტამბულში ძალიან უნიკალური ფორუმი ტარდება, გაერთიანებული, ასე ვთქვათ, კონფერენცია, კონგრესი ტარდება, ორი კონგრესი ერთდროულად ტარდება. ერთი კონგრესი არის სამედიცინო სექსოლოგიის ევროპული საზოგადოების კონგრესი, მე-16 კონგრესი და მეორე კონგრესი არის მე-9 კონგრესი არის ევროპის სექსოლოგთა ფედერაციის და ორივე, ასე ვთქვათ, სესიაზე მინდა მახსოვრული რომ მოხსენება გავაკეთო. თუ მომეცა მაგის საშუალება ამ კვლევებსაც გამოვიყენებ. ნუ ტრანსსექსუალებზე იმ კვლევებზე არაფერი არ არის, იმედია მერე იქნება. ალბათ საინტერესო იქნება რადიო მსმენელებისთვის მიზეზები რითია გამოწვეული. ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა რა არის, ცით სამწუხაროდ ბევრით ვერაფრით ვერ დავიქვეყნით სოფლიოს ექიმები და სექსოლოგები. გაურკვეველია ეს ყველაფერი. დღემდე. გაურკვეველია და მკვლევარები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, რომ ამ დაავადების განვითარებაში ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორები უნდა მონაწილეობდნენ. აი ეს არის და ეს აი ზოგადად რაც შეიძლება ითქვას. აი კონკრეტულად მხოლოდ ჰიპოთეზების დონეზე შეიძლება ლაპარაკი და ისიც ერთობ მყიფე ჰიპოთეზების. აი მკვლევებიც მართალი გითხრათ ბევრი არ არის და ამ შემთხვევაში ალბათ მიზეზებზე უფრო საინტერესო არის ერთი რამ, რითი უშველოთ ამ ადამიანებს.
თუნდაც რითი გადავარჩინოთ ისინი თვითმკვლელობას თუ რომელიმე გადაწყვეტს ესე დაასრულოს თავისი ცხოვრება, იცით. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია და ამ შემთხვევაში აი მკურნალობის საშუალებებზე როცა ვლაპარაკობთ და მკურნალობაზე სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ ერთი რაღაცა, რომ ყველა ცნობილი სხვა ფსიქიკური აშლილობებისთვის საკმაოდ ეფექტური სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია, აბსოლუტურად ყველა. ეს არის მედიკამენტოზური უამრავი საშუალებები. ეს არის მაგალითად ფსიქოთერაპია, ან სექსთერაპია, მასტერსის და ჯონსონის მეთოდიკა. მათ მოიგონეს. ეს ყველაფერი სამწუხაროდ არის ეფექტური. სექსთერაპია ძალიან კარგად წერს. მე მაგალითად მაგას უძახი სექსოლოგიურ თერაპიული ტრენინგი. ქართულად ესე გადავთარგმნე რა და მე მგონი სადღაც უფრო სწორია რა, იმიტომ რომ რაღაც არაჯანსაღ ასოციაციებს ქმნის ზოგიერთი. არა, ტრენინგიც რო გითხრათ, რომ ძალიან კარგი აზრებამდე მიდიხართ, არა. ალბათ ეს ჩემი კოლეგები მეკითხებიან ხოლმე, ამ ტრენინგზე რას აკეთებთ ბატონო ზურა? დიახ, ზუსტად ეს კითხვა უჩნდება ალბათ ჩვენს უჩნდება, მაგრამ ეხლა რა არის იცით ეს ტრენინგი ძირითადად მაინც მე ვფიქრობ, რომ ესე იგი სექსთერაპია მეტწილად, ესე იგი გარკვეულწილად, მაინც ესე იგი მოდიფიცირებული ვარიანტია კოგნიტური ფსიქოთერაპიისა. ანუ კოგნიტური რას ნიშნავს, ესე იგი შემეცნებით. იმიტომ რომ ექიმის მოვალეობა სექსოლოგისა და სექსთერაპევტის ამ შემთხვევაში არის ის, რომ სწორი წარმოდგენა შეუქმნას პაციენტს თუნდაც სექსზე, თუნდაც სქესობრივი ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტზე, ტექნიკური იქნება ეს თუ ფსიქოლოგიური. და აქ ბევრი მეთოდები არსებობს, ეხლა თქვენ რო იტყვიან უკვე მიბიძგებთ იქითკენ რომ სექსთერაპიაზე ცალკე გადაცემა გავაკეთო? რა თქმა უნდა. კი ბატონო. იმდენჯერ ახსენეთ უკვე რომ გავაკეთოთ, მაგრამ მე მგონი ალბათ უკეთესი იქნება დაფნა თუ დაგვეთანხმებიან ჩვენი რადიო მსმენელები, მოდი დავაკვირდეთ ესე იგი Facebook-ს რა და თუ დაალაიქებენ ამ იდეას, ცალკე თემა ალბათ შეიძლება იქნება იყოს სექსუალური დისფუნქციის, ასე ვთქვათ, ფსიქოთერაპიული მკურნალობა და მასში ალბათ ძალიან საინტერესო იქნება. ამის ფარგლებში კი ბატონო. ამის ფარგლებში ალბათ სექსთერაპიისას შევეხებოდით და აი როდესაც რო დავასრულოთ ლაპარაკი ამ პირველ ნაწილზე ამ მკურნალობისა სანამ უფრო დეტალიზაციას დავიწყებდეთ, მოდი ვთქვათ რა. მაინც აბარა, რითი ვშველით? არის უსაშველო ეს ამბავი, არაფერი არ ეშველება ამ ხალხს, განწირულია ეს ადამიანები. მხოლოდ ოპერაცია, სქესის შეცვლის ოპერაცია. ანუ ქირურგიული მკურნალობა, ეს ქირურგიული მკურნალობა რა არის? იცით, აი ხატოვნად რო ვთქვათ, ეს უზრუნველყოფს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მოიხსნას საკმაოდ მაღალი ალბათობით ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის მძიმე მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის ჩავარდნილი პაციენტი. კერძოდ ესე იგი სულისა და სხეულის ჰარმონიის მიღწევაა რა. ბატონო, მე სხვა კითხვა მაქვს თქვენთან. არსებობს თუ არა სტატისტიკა იმის თაობაზე, რომ ადამიანები, ვინც უკვე გაიკეთა ეს ოპერაცია, უცებ გაბედნიერდნენ? არსებობს სხვადასხვა და სტატისტიკა საკმაოდ დამაიმედებელია. თუმცა არც თუ ისე უღრუბლო ხატოვნად რო ვთქვათ, რაც ერთი შეხედვით იქნებოდა. რა არის იცით, პარადოქსი არის ესეთი, რომ გაცილებით უკეთესი არის შედეგები ქალებში ვიდრე მამაკაცებში. აი ტრანსსექსუალიზმი ესეთი მდგომარეობაა და ეს ტრანსსექსუალური ქირურგია, ესეთი, ასე ვთქვათ, საინტერესო დარგია, რომ საინტერესო სფეროა, რომ აი პარადოქსებით არის ახსავსე და აი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ აი ტექნიკურად მაგალითად არა ტექნიკურად რო ავიღოთ, ხო? აი ტექნიკურად ესე იგი მამაკაცის შემთხვევაში არა უფრო ადვილად ხდება, ასე ვთქვათ, უფრო სრულფასოვანი ქალი დგება მამაკაცისგან? როდესაც ქალი დგება მამაკაცისგან, როცა იქმნება ხელოვნური საშუა რა, ხელოვნური ვაგინა. ამაზე ჩვენ მერე ვილაპარაკებთ უფრო დეტალურად. ასეთ დროს იცით რა ხდება? აღწერილი ისეთი შემთხვევაც კი არის, რომ ლუბრიკაცია ყოფილა რა. ხოიცით ლუბრიკაცია რა არის რა? ეს არის ფიზიოლოგიური, ასე ვთქვათ, სექსუალური აღზნების დროს, ესე იგი ქალის საშუში გამოიყოფა სეკრეტი. და ეს ხელს უწყობს სქესობრივი აქტის უფრო, ასე ვთქვათ, ადეკვატურად ჩატარებას. და ლუბრიკაცია ერთ-ერთი ნიშანი არის სხვათა შორის ადეკვატურობისა, ქალის მზაობისა სქესობრივი აქტის დასაწყებად.
ანუ მამაკაცი, რომელიც გადაკეთდა ქალად, ლუბრიკაცია აღწერილია. ლუბრიკაციას დადასტურებულია, ხო იცით ახლა ეს საზღვარგარეთ ესე არ არის. ახლა მე მომეჩვენა და მე ესე მგონია და იქ აფერი გონიათ, იქ ყველაფერი ზუსტად კეთდება. Evidence based study რო იტყვიან ესე იგი. დადასტურებულია ლუბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ახლა ესეთი სისტემური ხასიათის, მაგრამ ახლა რო იყოს თუნდაც ერთი კლინიკური შემთხვევა, სადაც დადასტურებულია ინსტრუმენტალურად და ყველანაირად, ხო? სავსებით, ასე ვთქვათ, საინტერესოა ესა. აი თუ ეს ხერხდება რა, ხალის შემთხვევაში ეს ვერ ხერხდება. ხალის შემთხვევაში გამორიცხულია, ესე იგი, ხელოვნურმა ასომ დაუშვათ, ну რაღაც ხელოვნური ასო მუშაობს საერთოდ? მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ პარტნიორს მიანიჭოს სიამოვნება ორგაზმამდე მიიყვანოს პარტნიორი, მაგრამ თვითონ ვერ გრძნობს ვერაფერს. ну როგორ ვერ გრძნობს? აი წმინდა ფსიქოლოგიური ასე ვთქვათ შეგრძნება აქვს ამ დროს, მაგრამ თუ იმ დროს აი მაგალითად ლუბრიკაცია არის ხელოვნური საშუალება, ამ შემთხვევაში ახლა არავის არ აუწერია აი ერექციის მსგავსი რამე შეუძლებელია, ხო? ეს უბრალოდ შეუძლებელია რა და ახლა საქმე იმაშია, რომ აი თუ ტექნიკურად ასე ვთქვათ არა აი ხელოვნურად შექმნილი ორგანოები მამაკაცისა და ქალისა აი ესე განსხვავებულად მუშაობენ, ხო? მამაკაცი ქალად გადაქცეული ტექნიკურად კარგად მუშაობს, ხო? პირიქით ვერა, გასაგები მიზეზების გამო. ფსიქოლოგიური კმაყოფილება ოპერაციის მერე ქალებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე კაცებს. ესე იგი, ქალი რომელიც გადაკეთდა მამაკაცად, თითქმის არ არის აღწერილი შემთხვევა, როდესაც ის დაუკმაყოფილებელია ოპერაციის შედეგებით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მდგრადი მკურნალობა ეფექტურია, ხო? განიკურნა ადამიანი, ეს არ მკითხეთ? მამაკაცის ქალად გადაქცევის შემთხვევაში აი თუ არ მეთქი ბედნიერი აი ეს მომენტი მინდა რომ დავადგინო რომ არის თუ არა ეს პანაცეა სქესის გადაკეთება ამ შემთხვევაში მე რატომაც მეჩვენება რომ დეპრესიაში უნდა ჩავარდეს ადამიანი ძალიან დიდი ხანი დეპრესიაში მანამდე ვარდება როდესაც არის ეს ნუ უფრო დისფორია ქვია მაგას დაუკმაყოფილებლობა მაგრამ დისფორიაზე ბილი ნათქვამია იმიტომ რომ როცა სუიციდზეა ლაპარაკი სუიციდზე ადამიანი დეპრესიის მდგომარეობაში მინდა დეპრესიას იწვევს მაგრამ ამ შემთხვევაში, ქალების შემთხვევაში, ქალი მამაკაცად გადაქცეული, ხო, პლასტიკური ოპერაციის მერე, თითქმის არ არის აღწერილი გართულებები. თითქმის დიდ უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცი არა. 30%-მდე არის წარუმატებლობის შემთხვევა. წარმოგიდგენიათ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელსაც ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. ასე ვთქვათ, გადაცემის მომდევნო ნაწილში ეს არის პირადად ჩემი შეხედულება. მათ შორის ჩემი კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრი არა, ახლა ბევრი ვერ იქნება, ხო? ტრანსექსუალი. სამწუხარო თუ საბედნიერო. მაგრამ კლინიკურ შემთხვევაში მე მქონდა ერთი საკმაოდ საინტერესო შემთხვევა, რომელსაც დღეს ჩვენ გავარჩევთ. დიახ. ვისაუბრებთ მაგაზე. ეს ყველაფერი გელოდება ძვირფასო რადიომსმენელებო გადაცემის მეორე საათში. ასე რომ უნდა იყოთ ჩვენთან ერთად აუცილებლად, რომ გაიგოთ რას გვიპირებს, რომ ბატონიზურები რაღაცას გვიყვება ძალიან საინტერესოს, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერზე თქვა, აი ამას შემდეგში ვყვებით. შემდეგ მე უნდა ჩამენიშნა ეხლა რას ინტრიგა ხო უნდა შევქმნა. ინტრიგნობთ ხო? გარდა იმისა, რომ სექსებზე გვიყვებით პირდაპირ ეთერში, ამ ხელა მოსახლეობას საქართველოს დილის წინ მე ვფიქრობ, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ძილის წინ მიიღებს ადამიანი, სასარგებლოა ყველანაირად და მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანმა მიიღოს შვება ამ ინფორმაციის მერე და თავი აარიდოს ბევრ გაუგებრობას. ყოველ შემთხვევაში, ესე იგი, მშობლები რო გვისმენენ, იმისი მაინც არ შეეშინდებათ, ვაი თუ ჩემი შვილი ტრანსექსუალი გამოვიდოსო, ძალიან მცირე ალბათობა, ხო, 100,000-ში ერთი. ამიტომ დაწვადეთ ძვირფასო მშობელობო, მაგრამ რომ უნდა ვიცოდეთ ეს მოვლენა და რომ უკვე გათვითცნობიერებული, ეს აუცილებელია და იმისათვის რომ ეს ინტრიგა ავიყვანოთ უმაღლეს დონეზე, ანუ აპოგეიმდე ავიყვანოთ, ერთ ინფორმაციასაც მოგახსენებთ, ალბათ საინტერესო იქნება პირველი პლასტიკური ოპერაცია სქესის შეცვლის მიზნით ტრანსექსუალიზმის დროს როდის გაკეთდა ფილიპინელმა ბიჭმა არა ფილიპინელმა ბიჭმა არა 1953 წელს გაკეთდა დანიაში ევროპაში გაკეთდა პირველი ოპერაცია დანიაში მაგრამ გაკეთდა ამერიკელზე ამერიკის მოქალაქეზე თუმცა ესე იგი პარადოქსი იმაში მდგომარეობს რომ სახელით და გვარით რო განსაზღვროთ ეს არის დანიური წარმოშობის ამერიკელი
და ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი ის არის, რომ ყოფილი ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი იყო ეს დღეს ქალი, იმედია ცოცხალია, 1953 წელს ჩაუტარდა ეს ოპერაცია, მე მგონი ცოცხალი იქნება. ესე იგი ფეხოსანმა კი, სამხედრო სერჟანტი იყო, როცა მსახურობდა კრისტიან იორგენსენი. ეხლა ალბათ კრისტინა არის. კრისტინა ალბათ ხო, კრისტიან იორგენსენი. გაუკეთდა ამერიკის მოქალაქეა, გაუკეთდა დანიაში. რა ვიცი, იმედია წარმატებული, არ გამიგონია ახლა ისე წესით და რიგით უნდა მიედევნებინათ თვალი, მაგრამ შევეცდებით. მოვიზიოთ, კი ბატონო. იცით რა, ამ ადამიანზე აუცილებლად იქნება ინფორმაცია, იმიტომ რომ იყო პირველი. ფოტოსურათიც იქნება და ვნახოთ დო и после. კი ბატონო, დო и после და აუცილებლად ესე იგი დაველოდოთ, როცა გავალთ ეთერში. ეთერში რო გავალთ, ჩვენ შეგვიძლია ხო კამერას დავანახოთ არა ეს ფოტოსურათი ადამიანის. ფოტოები? ხო, სადღაც დადგება კამერა, მე უკვე მომახსენეს დღეს რომ კამერები ჩამოსულია. კამერა ჩამოსულა, შესანიშნავია. არა, რადიო ძალიან მიყვარს, მაგრამ ტელევიზიაც მიყვარს. ერთმანეთისგან ვერ გამიჩევია, ორივენი მიყვარს რა. კეთილი, ჩვენ გავდივართ ახლა საინფორმაციო გამოშვებაზე, სარეკლამო ჭრილზე და აუცილებლად უნდა შევიტყოთ ხვალ როგორი ამინდი იქნება, ეს სითბო გამოყვება კი კიდევ ცოტა ხანს თუ არა. მე ამასობაში მინდა გითხრათ, რომ შემოგვიერთდით Facebook-ის გვერდზე, დაგვილაიქეთ, აკრძალული ხილი აკრიფეთ საძიებო სისტემაში, გვიპოვით და იქ ნახავთ ლინკებს ყველა იმ გადაცემისა, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ. ასევე შეგიძლიათ გვიპოვოთ YouTube-ზე, მოისმინოთ ყველა ის გადაცემა, რომელიც თქვენთვის საინტერესოა, თუ გნებავთ განხილვაშიც მიიღოთ მონაწილეობა, თუ კი გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები კონკრეტულად დღევანდელ თემასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით გადაცემის განმავლობაში ტელეფონის ნომრებზე 2921188 და 2921199 და გემშვიდობებით 10-ოდე წუთით ალბათ, შემდეგ კი აი ეს ინტრიგა, რომელიც ჩააგდო ბატონმა ზურაბმა, გაიხსნება. აუცილებლად კვანძი გაიხსნება. თუ არ გაიხსნება და გადაიჭრება როგორც გორდიუსის კვანძი. Ток-шоу უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის, ქალბატონებო და ბატონებო, გრძელდება გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი. ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში სამშაბათობით 22 საათსა და 30 წუთიდან. მე დაფნა გახლავართ, წარმოგიდგენთ ჩემს თანაწამყვანს, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, ექიმ სექსოლოგს, პროფესორს ბატონ ზურაბ მარშანიას. უმორჩილესად გთხოვთ 16 წლამდე ასაკის ბავშვები მოარიდოთ რადიო მიმღებებს, რადგანაც ეს გადაცემა მათთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ჩვენი ტელეფონის ნომრებია 2921188 და 2921199. ამასობაში ბატონ ზურაბ, სანამ გასულები ვიყავით სტუდიიდან, ამოვიკითხეთ შეკითხვა Facebook-ზე. ეს კითხვა იყო ფაქტიურად თქვენდამი. ასე რომ შეგიძლიათ უპასუხოთ. პირველ ყოვლისა ჯერ თქვათ რა კითხვა იყო, ესე იგი ტრანსსექსუალიზმზე იყო ლაპარაკი და ტრანსსექსუალიზმით შეპყრობილი ადამიანიო, რადიოსმენელი გვეკითხება ჩვენ Facebook-ზე. შეიძლება თუ არა მან პრეტენზია განაცხადოს ინვალიდობაზეო. ძნელი წარმოსადგენია ესეთი რაღაცა. თუმცა იქ დათქმაც ჰქონდა რადიოსმენელს გაკეთებული, თუ იმ შემთხვევაშიო თუ ძლიერ დეპრესიაშიო და ფული არ გააჩნიაო, სამწუხაროდ ეხლა არ ვიცი რა, მე საექიმო შრომითი ექსპერტიზის სფეროში არ მოღვაწეობ რა, ალბათ ეს საექიმო შრომითი ექსპერტების, ექიმების გადასაწყვეტია, მაგრამ ეჭვი მეპარება. ყოველ შემთხვევაში მსგავსი არაფერი გამიგია, ასე რომ ჩემი პასუხი ესეთი იქნება, ნეგატიური, რა თქმა უნდა არა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ თვითონ ეს კითხვაც მეტყველებს იმაზე, აქცენტი სწორად არის გაკეთებული, რომ ეს ადამიანები იტანჯებიან და მძიმე მდგომარეობაში არიან და მათი შველა არის საჭირო და სამწუხაროდ შველის ერთადერთი საშუალება, როგორც ჩვენ ვთქვით, ეს არის ქირურგიული ოპერაცია. და ალბათ ამ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ ახლა უფრო დეტალურად. მე ისეთი ინტერესი ჩაგვაგდეთ, ახლა დეტალურად უნდა ილაპარაკოთ ყველაფერზე. აი რო თქვით ახლა ვის გავუკეთდა პირველად და აი რამდენიმე ასპექტს უნდა გაესვას ხაზი. აი რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანი რა არის იცის ყველამ ვიცით რომ ოპერაციას გააჩნია იცით ყველა ქირურგიული ოპერაციას არ აქვს შეუქცევადი შედეგი ხო მართალია რა თქმა უნდა ხო ყველა ოპერაცია სახიფათო ხო სახიფათო არის მაგრამ აი შეიძლება მაგალითად რაღაცა ოპერაციის შედეგი მერე იქნეს კორეგირებული რა ქირურგების მიერ ისევ აქ შეუძლებელია სქესის შეცვლა ეს შეუქცევადი მოვლენაა შესაბამისად ქირურგიული ოპერაციის შედეგების შეუქცევადობიდან გამომდინარე აუცილებელია ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა ლაპარაკია ექიმების მხრიდან და პაციენტმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რა თქმა უნდა და შესაბამისად გადაწყვეტილება სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარების შესახებ უნდა მიღებული იქნეს მხოლოდ აუთენტიური ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზის საბოლოო დადგენის შემდეგ. რას ნიშნავს აუთენტიური? ნამდვილი ჭეშმარიტი ტრანსსექსუალიზმი. იმისათვის რომ სწორად დაედგინდეს ეს საჭიროა, როგორც ნებისმიერი დიაგნოსტიკის პროცესი მედიცინაში, ყველაზე რთული საერთოდ დიაგნოსტიკის პროცესში არის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანუ ესე იგი გამიჯნვა ერთი პათოლოგიისა მეორისგან, რო არ აგვერიოს ერთი მეორისაგან. და იმისათვის რომ ეს დიაგნოზი აუთენტიური ტრანსსექსუალიზმისა დაზუსტდეს, დადგინდეს საბოლოოდ, საჭიროა დრო. როგორც წესი, სოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენთან მართალი გითხრათ, ესე იგი სამართლებრივადაც ეს არ არის ჯერ რეგულირებული რა. აი, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით სამართლებრივი ბაზაც მაგალითად სქესის შეცვლისა საქართველოში ერთობ ასე ვთქვათ მყიფია. არ ვიცი შეიძლება გაკეთდეს კიდევაც რაღაც ახლო მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით ბევრი რამე დაუხვეწავია ახლა. აქ იურიდიულ ასპექტებთან აქვს საქმე, ხო? იცვლება ადამიანის სახელი, იცვლება ადამიანის ესე იგი სქესი. ფაქტიურად ერთი ადამიანი წყვეტს არსებობას და იწყვებს არსებობას მეორე ადამიანი. აქ ბევრი რაღაცაა დასარეგულირებელი, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება და რამდენი ხანი უნდა დააკვირდნენ დიდი ხანი ძალიან მინიმუმ 2 წლის განმავლობაში და აქ მარტო სექსოლოგი ნამდვილად ვერაუვა მარტო სექსოლოგი და პლასტიკური ქირურგი მე მქონდა ესეთი შემთხვევა როცა პლასტიკურმა ქირურგებმა გამომიგზავნეს და ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ პაციენტის ზუსტად აი აუთენტიური ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზის დადგენის მიზნით შეუძლებელია ესა უბრალოდ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მაგალითად სექსოლოგს შეუძლია კომპლექსურად გამოიკვლიოს მაგალითად არა იგივე ჰორმონალური ფონი, იგივე გარეთ-სასქესო ორგანოები, იგივე დაუშვათ ყველა სპეციალისტ გინეკოლოგი იქნება თუ სხვა გაასინჯოს, ასე ვთქვათ, რომ გამოერიცხოს რაღაცა დაუშვათ პათოლოგიის არსებობა. ფსიქოლოგიური ასპექტი არის უმთავრესი. საქმეც მაგაშია, რომ უმთავრესი არის ამ შემთხვევაში დაკვირვება ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგებისა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მაინც ეს ფსიქიკური აშლილობაა, ხო? და შესაბამისად ესე იგი აი სამივე ეს 4-ვე სპეციალისტი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში უნდა მონაწილეობდეს. შემთხვევითი არ იყო რომ მე გამომიგზავნა პლასტიკურმა ქირურგმა, მე გავაგზავნე ფსიქიატრთან. ფსიქიატრი ალბათ გაუშვებდა ფსიქოლოგთან პათოფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. ძალიან რთული პროცესია, ძალიან შრომისმცემელი. და ვის გამოაქვს მერე ვერდიქტი? ერთობლივად. კონსილიუმის წესით. შემდგომ უკვე ეს ადამიანი ამ ვერდიქტით მიდის სად? პლასტიკურ ქირურგთან. პლასტიკური ქირურგი სახელმწიფო რა ეტაპზე ერთვება? აი პასპორტის სახელმწიფო ესე იგი ყველა ეტაპზე, ციტაი, როდესაც უკვე აუთენტიური ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზი უკვე დაზუსტებულია რა და როდესაც უკვე ცნობილია თუ ადრე თუ გვიან ადამიანის ესე იგი სქესს შეიცვლის რა უკვე საჭირო არის სახელმწიფო ორგანოების საქმის კურსში ჩატარება და ფორმალური პროცედურების დაწყება. იმისათვის რომ მომზადდეს ყველაფერი წინაპირობა, ეს საბუთები იქნება თუ რაღაცა იქნება, როცა დასრულდება ეს ოპერაცია. და თანაც რა არის, იცი, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს 2 წელი ფაქტიურად გამოსაცდელი ვადაც არის რა. და რატომ არის გამოსაცდელი ვადა? მარტო იმიტომ რომ კი არა რომ აკვირდებიან სპეციალისტები და ადამიანი კვლევის პროცესშია, არა. ადამიანი ამ 2 წლის განმავლობაში ეჩვევა საპირისპირო სქესის, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში ყოფნას. უკვე ამ 2 წლის განმავლობაში აცვია სხვა სქესის თანსაცმელი საპირისპირო სქესის. უკვე შეცვლილია სახელი, მასადამე უკვე იურიდიული პროცედურები დასაწყებია. შესაბამისად, ესე იგი უკვე ურთიერთობაც მისი
გარე სამყაროსთან მიმდინარეობს როგორც საპირისპირო სქესის წარმოადგენს. ისე კი ფაქტობრივად აქ რა ხდება, იცით? აქ ხდება სოციალური კავშირების, აი პიროვნებათა კავშირები, პიროვნებათა შორისო ურთიერთობების ახალი სისტემის ფორმირება. ეს რთული პროცესია რა, იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა ექნება მე როცა დასრულდება უკვე ბოლო ეტაპი. და ბოლო ეტაპი ეს არის გარეთა სასქესო ორგანოების პლასტიკა, ყველაზე უფრო რთული. თუმცა არანაკლებ რთულია სხვა. ეს ბოლო ეტაპია. ბოლოა რა თქმა უნდა. ბოლოა მანამდე, რა თქმა უნდა, ქალებში უნდა სარძევე ჯირკვლები მოიკვეთოს, ხო? მამაკაცებში უნდა დიახ, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების ასე ვთქვათ, იმპლანტაცია. იმპლანტაცია ალბათ, ხო, ალბათ სილიკონით იმპლანტაცია, სხვა რაღაცა გზით. უნდა მოხდეს და კიდევ სხვა მთელი რიგი საკმაოდ ტრავმატიული და საკმაოდ მტკივნეული ოპერაციებისა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით და საბოლოო რა თქმა უნდა ეს არის საბოლოოდ ეს არის გარეთა სასქესო ორგანოების ფორმირება და მე რა არის იცით ამ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკვე ჰორმონოთერაპიას იწყებენ პაციენტები მამაკაცები ფემინიზაციის მიზნით ღებულობენ ესტროგენებს ქალები პირიქით მასკულინიზაციის მიზნით ღებულობენ ანდროგენებს, ანუ ტესტოსტერონის პრეპარატებს. ამასაც ახლა ექიმის დაკვირვება უნდა ხო მართალია რა. ბატონზურაბ, რამდენ ხანში ხდება მაგალითად ქალბატონის გათმიანება, ესე ძალიან უხეშად რო ვთქვათ. რა დრო ჭირდება? ძალიან ძნელია მაგის წინასწარ განჭრეთა. ამიტომაც აუცილებელია ეს სექსოლოგის, ენდოკრინოლოგის დაკვირვება სამ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგები საერთოდ ცოტა ფრთხილად არიან ხოლმე. არა, როგორ არ მიყვას, მე თვითონ ენდოკრინოლოგიიდან მოვედი, როგორ არ მიყვას, ჩემი უახლოეს. არა. მე რას ვამბობ, იცით, ესე იგი ენდოკრინოლოგებს არც თუ ძალიან უყვართ სასქესო ჰორმონებთან ურთიერთობა. და ყოველთვის ურჩევნიათ, მაგალითად, აი როცა ქალის სასქესო სფეროზია და მის ჰორმონებზე ლაპარაკი, ეს გინეკოლოგებს გადააბარონ და რომ მამაკაცის შემთხვევაში ან ანდროლოგებს ან სექსოლოგებს რა და აი იმიტომაც ვამბობ მე ალბათ აი ყველას დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და როცა ლაპარაკი არის თმიანობაზე ძალიან შეიძლება ადრეც გამოვლინდეს ესა. ამიტომ დაკვირვება უნდა ამას, კონტროლი უნდა ტესტოსტერონის დონის მონიტორინგი, იმიტომ რომ ტესტოსტერონი ესეთი ჰორმონია, რომელიც აი საკმაოდ ესეთია რა. მერყევია რა. მით უმეტეს, თვითონ ჩანაცვლებითი, ასე ვთქვათ, ჰორმონოთერაპიის პროცესი არ არის მარტივი, არ არის ადვილი სამართავი, ასე რომ ფაქტი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც აი ესეთ გადაწყვეტილებას იღებს, ძალიან სერიოზული გამოწვევების გადალახვა მოუწევს მას და სერიოზული სიზნელეებისა და რომ ის მზად არის ასეთი ტანჯვა გაიაროს, ოღონდაც მიიღოს შვება ფსიქოლოგიური ხასიათის არა ეს რა თქმა უნდა პატივისცემის ღირსია. იმ თვალსაჩინით რომ ის ასე ვთქვათ მიდის ამ ტანჯვაზე, გაცნობიერებულად მიდის რა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არანაირი ხუშტური არ არის, არანაირი გარყვნილება არ არის. ხო, მაგრამ ჩვენ ამას ვუწოდებთ ფსიქიკურ აშლილობას, ხო სწორია? რა თქმა უნდა. აშლილობა ის არის. აშლილობა, ბატონზურაბ, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში არის საერთოდ? არის შემთხვევები, რომ ვთქვათ ისინი არიან არაადეკვატურები, არიან აგრესიულები. აბსოლუტურად, ერთადერთი რაც შეუძლია ცუდი გააკეთოს, თავის თავს აღმოს სუიციდის თვალსაზრისით რა და მეტი არაფერი და ახლა ერთი რაღაცას უნდა, ესე იგი, აქ დიფერენციალურ დიაგნოსტიკაზე წავიდა ლაპარაკი და არ უნდა აგვერიოს აუცილებლად ტრანსსექსუალიზმი ხშირია სხვათა შორის და ეს მე ჩემი მოსაზრება გამოჩნია აქედან გამომდინარე როგორც ლიტერატურაზე დაკმობით ასევე კლინიკურ გამოცდილებით დაკმობით ესე იგი ჩემი რომ აი ზოგიერთ საზოგადოებებში და ჩვენ მივეკუთვნებით მაგ საზოგადოებებს ასევე როგორც მრავალი სხვა გამონაკლისი არ არის ჩვენი საზოგადოება საკმაოდ ძლიერია ჰომოფობიური განწყობები რა და შესაბამისად, აი ეს ჰომოფობიური განწყობა, როცა ძლიერია საზოგადოებაში და როდესაც ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანი ყოველთვის ასე ვთქვათ, აი სტიგმატიზაციის საფრთხის ქვეშ არის, თუ უკვე სტიგმატიზებული არ არის. მას შეიძლება გაუჩნდეს სურვილი სქესის შეცვლისა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სტიგმატიზაციას აარიდოს თავი. გაემიჯნოს. ეს ძალიან ლოგიკურია და ეს აბსოლუტურად ასე ვთქვათ, ჯდება აი ამ პარადიგმაში, რაც არის ჩვენ საზოგადოებაში და
იგივე მაგალითად სექსუალურ პარტნიორთან თავისივე სქესის სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობის ლეგიტიმაციის საშუალებად შეიძლება იქნას აღნიშნული იმისი სურვილი რომ შეიცვალოს ეს სქესი. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, როგორ უნდა იყოს ექიმის ტაქტიკა? ჩემის აზრით ცალსახა და ხისტი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ ასეთ დროს სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება. ის დამთავრდება კატასტროფით. ის დამთავრდება წარუმატებლობით რა, იმიტომ რომ არანაირ შვებას არ მისცემს ის ჰომოსექსუალს პირიქით. ყოფილა ბატონოზურებ ჰომოსექსუალების მხრიდან აი ამ თავისი სურვილის გატანის ვთქვათ მცდელობა იმისა რომ ჩემი კლინიკურ პრაქტიკაში იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ჰქონდა სურვილი თავი მოიტრანსექსუალოს იყო ესეთი მცდელობა პაციენტის მხრიდან, რომელმაც საკმაოდ ძლიერი ზედაწოლა განახორციელა პლასტიკურ ქირურგზეც, მერე ჩემთანაც იყო მოსული ის ქალი და საკმაოდ საინტერესო კლინიკური შემთხვევა იყო და მე მინდა ამაზე ცოტა დეტალურად ვისაუბროთ. ამაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მოკლე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. Ток-шоу უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. ბატონოზურებ, მე მგონი დროა. თქვენ კლინიკურ გამოცდილებაზე ორი სიტყვა მოგვიყვეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. და ისეთ დაგვაშანტაჟეთ, ხო? იცით რა. დაგვაინტრიგეთ. ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზის დასაზუსტებლად და სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარების მიზანშეწონილობის განსასაზღვრავად მე მომართა 31 წლის იყო ის ქალი. პაციენტის სიტყვებით ის ბავშვობიდან გრძნობდა თავს საპიროსპირო სქესის წარმომადგენლად, მამა მას ზრდიდა, როგორც თვითონ ყვებოდა. როგორც ბიჭს თამაშობდა მხოლოდ თანატოლ ბიჭებთან, ასევე ადრეული ასაკიდან პაციენტმა იგრძნო, რომ აქვს ძლიერი სექსუალური ლტოლვა გოგონებისადმი. მოზარდობის ასაკშიც მიიღო მან პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება. ამის შემდეგ მუდმივად ყავდა და ახლაც ამ მომენტშიც რო იყო მოსული ჩემთან, ყავდა სექსუალური პარტნიორი ქალი. როგორც წინა პარტნიორებთან, ისე ახლანდელთან არასოდეს ჰქონია დისკომფორტი საკუთარი სქესისადმი კუთვნილების გამო. ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება რა. არანაირი დისკომფორტი არ ჰქონდა. პირიქით სქესის შეცვლის სურვილი გაუჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც შეექმნა ყოფითი ხასიათის სერიოზული პრობლემები ამ პარტნიორ ქალთან ერთობლივ სხვანთანა ცხოვრებასთან დაკავშირებით. არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ხაზი გაუსვა მაგას. პაციენტი საკმაოდ სიმპათიური გარეგნობისა იყო, მიმზიდველი, თმები ჰქონდა მოკლედ შეკრეწილი და მამაკაცურად ეცვა. თუმცა ამ მამაკაცურ ჩაცმაშიც ქალური სტილი ჩანდა რა. ლაპარაკი და ქსევის განერაც გამოხატულად ქალური იყო სხვათა შორის. გამოკვლეული იყო ლაბორატორიულად ჰორმონალური სტატუსი ნორმის პარალელებში შეესაბამებოდა როგორც მისი ასაკის ქალს, გარეთა სასქესო ნიშნები ხილული პათოლოგიის გარეშე იყო. მენსტრუალური ციკლი რეგულარული, უმკივნეულო, არ ღებულობდა მამაკაცის ჰორმონებს და არც ჰქონდა სურვილი სხვათა შორის მაგისი მიღებისა რა. მაგრამ მოვიდა და თქვა რომ მაინც მინდა რომ გადამოკეთო. აი მე მინდა და აი თუ შეიძლება მომეცით უფლება და აი მელოდება მე ქირურგი, პლასტიკური და ის მზად არის და მე არ ვიცი ახლა მეთქარი გენაცვალე რითიც მზად არის ის, მაგრამ ჯერ ერთი ესე იგი წარმოდგენილ შემთხვევაში ძალიან დიდი ალბათობით ჩემო აზრით არ იყო ეს აუთენტური ტრანსსექსუალიზმი რა. არ გავდა ეს ქალი აუთენტური ტრანსსექსუალიზმი. რაზედაც ესე იგი ბევრი სიმპტომი მიანიშნებდა და რაც თავარია არ ქონდა გავლილი კონსულტაცია ფსიქიატრის. პირველი რაც გავაკეთე ამ გამოკვლევის მერე რაც ჩაუტარე, გავაგზავნე ფსიქიატრთან და იმის მერე არ გამოჩენილა. როგორც ჩანს სურვილი სქესის შეცვლისა გაუნელდა ამ მიმზიდველ ქალბატონს. ჩემის აზრით ესე იგი ამ შემთხვევაში საქმე ჩვენ ქონდა რაფინირებულ ჰომოსექსუალობასთან. ლესბოსელი იყო ერთი სიტყვით. ლესბოსელი იყო და მას უნდოდა თავის პარტნიორთან აი ასე ვთქვათ ურთიერთობების ლეგიტიმაცია. და აი ამ ლეგიტიმაციის და იმ სტიგმატიზაციის თავიდან აცილების მიზნით ის გადაიკეთებდა. აი ახლა რა არის იცით ახლა ჩემზე მაგალითად ამან მოახდინა ძალიან მძიმე ასე ვთქვათ შტაბეჭდილება, რომ აი იმდენად მძიმეა ჩვენთან ფონი.
იმდენად დიდია ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანის სტიგმატიზაციის საშიშროება, განსაკუთრებით იმისა, ვინც ღიად ცხოვრობს, ვთქვათ. რომ ის მზად არის აი ამ საშინელებაზეც წავიდა. საშინელებაა ხო, ეხლა შედეგს არაფერს არ მოიტანდა ოპერაცია ამ შემთხვევაში. მეგონი ეს იყო დროებითი რაღაც ხუშტურივით. ალბათ თვითონაც არა, ხუშტური არ იყო, მაგრამ მე შევეცადე, რა თქმა უნდა, ხუშტური თუ არ იყო, თქვენ როგორც ამბობთ, ჰორმონებს არ იღებდა და სურვილიც არ ჰქონდა. აი ეს არის ზუსტად მინიშნება იმისა, რომ ის არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა თავის სქესთან. ის დისკომფორტს გრძნობდა, რომ მას არ ჰქონდა საყვარელ ადამიანთან ცხოვრების საშუალება. რა იყო ვიღაცა ავიწროებდა ან მუდმივად რაღაცას გრძნობდა და მას გაუჩნდა ესეთი ილუზია, რომ შეიცვლიდა სქესი და ყველაფერი კარგად იქნებოდა და პრობლემები მერე დაიწყებოდა, იცით, მისთვის. ხო და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ გამართლებული იყო ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ახლა რა არის, იცით, ახლა როდესაც ბოლომდე არ არის პაციენტი გამოკვლეული, ვერ იტყვი, რომ აქ არ იყო აუთენტიური ტრანსსექსუალიზმი. შეიძლება იყო კიდევაც, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით არა. მე ჩემი აზრი გამაჩნია და ჩემი შეხედულება, ხო? რა თქმა უნდა. შეიძლება მეც ვწდებოდე, შემოწდარი ვინ არის. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენთან არ დაბრუნებულა, მის შესახებ არაფერი იცით? არა და ვინც გამოაგზავნა იმ პლასტიკურ ქირურგსაც ჩემთან ასე იგი დაკონტაქტებულა და არაფერი. მას ეს ადამიანი ჩაიარა ამ ამბავმა და მე მიხარია რომ ჩაიბარა. მე მიხარია რომ ჩაიარა, იმიტომ რომ მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალობასთან მქონდა ადგილი. რა ჰომოსექსუალობა იყო და არ იყო დიაგნოზი ტრანსსექსუალიზმი, კატეგორიულად დაუშვებელი იყო ოპერაცია. ეს არის ჩემი პოზიცია და მას ადამიანი აი საქმე გაკეთდა და საერთოდ როდესაც უკვე დგინდება ეს აუთენტიური ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზი, არა? აუცილებელი არის სწორედ ოპერაციის ჩატარება. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ეტაპობრივი, ეს შეიცავს როგორც გარეთა სასქესო ნიშნების დაწყებული, ესე იგი, თმიანობიდან იქნება ეს არა მარტო ეპილაცია არის, წარბებზე კეთდება საკმაოდ ისეთი რთული, თქვენ ვიცით, რომ ხალებს და მამაკაცებს სხვადასხვა ტიპის წარბები და ეს კეთდება. სხვა ორგანოებზეც კეთდება, ესე იგი, სარძევე ჯიკლები ვახსენეთ ჩვენ. საბოლოო ეტაპი ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, არის გარეთა სასქესო ორგანოების პლასტიკური კორექცია. ითვლება, რომ უფრო ადვილია მამაკაცის სასქესო ორგანოების გადაქმნა ქალურად ვიდრე პირიქით. ამ მიზნით, ესე იგი, კეთდება ასოს ამპუტაცია. რა თქმა უნდა, სათესლე ჯიკლების ამპუტაციაც და ხელოვნური საშოს ფორმირება. ხალის შემთხვევაში ასოს ფორმირებისთვის ხელოვნური ასო უნდა შეიქმნას, ხო? გამოიყენება მუცლისა და შორისის ქსოვილები. ცხადია, ახლა ხელოვნურ ასოს არ გააჩნია ტაქტილური სტიმულაციის შემდგომი გრძნობელობის უნარი. ხელოვნური საშოს შემთხვევაში მე გითხარით, რომ საპირისპირო ხდება რა, იმიტომ რომ სექსუალური რეაქციების ხანდახან სრული კომპლექტით არის ხოლმე დაჯილდოებული და ცალკეულ შემთხვევაში ნერვული დაბოლოებები მიდის იქამდე? კი, იმიტომ რომ ლორწოვან ქსოვილს იყენებენ ხოლმე მან, ესე იგი, მან სხვადასხვა ვარიანტები შეიძლება იყოს გამოყენებული. ყველაზე პოპულარული, როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს არის გამოიყენება ან წვრილი ნაწლავი, ან ესეთი ხელოვნური საშოს ფორმირებისთვის. სხვა შორის ეს ოპერაცია ხელოვნური საშოს ფორმირება გამოიყენება ასევე ძალიან მე მქონია კლინიკურ პრაქტიკაში ეგეთი შემთხვევა. ისეთი იშვიათი ანომალიის დროს, როგორიც არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების აპლაზია, არარსებობა. სხვადასხვა ყავდა მე ერთი პაციენტი, გოგონა, რომელიც ძალიან სიმპათიური იყო, ძალიან სიმპათიური ხმარი ყავდა და ვერაფრით ვერ ახერხებდნენ სქესობრივი აქტის ჩატარებას. მხოლოდ იმიტომ, რომ არ ქონდა მას საშო. საერთოდ არ ქონდა და სხვათა შორის მე მაშინ ჟორდანიას ინსტიტუტში მუშაობდი და ეს ჩემი პაციენტი მე როგორც სექსოლოგმა გავაგზავნე ჩემს მეგობართან, კოლეგასთან, წინვალე ქირურგი მუშაობდა მაშინ, ედუარდ ვაინბერგი, შესანიშნავი ქირურგი, აც გარდაცვლილი სამწუხაროდ, ჩემი უფროსი კოლეგა, მათ ჩაატარა წინვალე ოპერაცია და ესე იგი ხელოვნური საშო შექმნა. გამოიყენა წვრილი ნაწლავი და ისეთი კმაყოფილი იყო ეს ხალხი, სიძეც, პატარძალიც. იქ ბავშვის ყველაზე არის? მშობლები ორივე მხრიდან, ბავშვი არა ზიალაპარაკი. არა? რა თქმა უნდა არა. და ძალიან ბედნიერები იყვნენ, მე მიმაჩნია რომ ძალიან ასე ვთქვათ, კეთილი საქმე გაკეთდა რა და
ესე იგი, აი, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ხელოვნური საშო, მამაკაც გაუკეთეს ხელოვნური საშო, ხო? ესე იგი, ცალკეულ შემთხვევაში აღწერილია ლუბრიკატ ორგაზმია აღწერილი. არ გადამრიოთ. კი ბატონო, კი. აღწერილია ცალკეულ შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნუ ამ შემთხვევაში კი, მაგრამ აი კაცებში რომ ესე იგი ზემოდაღლიშვილის მიუხედავად ბევრად უფრო წარმატებული რო არის ქალებში ვიდრე კაცებში, რატომ? ესე იგი უყურეთ არის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც ხელოვნური საშოს ფუნქციონირებით ნაოპერაციები პაციენტების მხოლოდ 1/3 იყო კმაყოფილი. 1/3 დანარჩენს პრეტენზიები ჰქონდა რა. და ერთ-ერთი ავტორის მიხედვით არა, ყოფილი მისი ნაოპერაციები ყოფილი ქალიდან ყველა ძალიან 100%-იანი შედეგი ჰქონდა რა. მე ჩემი მოსაზრება გამოჩნია ამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ზემოთაღლიშვილის ხოვობა შეიძლება და ალბათ უნდა აიხსნას იმით, რომ მამაკაცებში დიფერენციალური დიაგნოსტიკა აუტენტურ ტრანსსექსუალობასა და ჰომოსექსუალობას შორის უფრო ძნელი გასაკეთებელია ვიდრე ქალებში. ესე იგი, იმ ნაოპერაციებში ჰომოსექსუალები რომ მოხვდნენ, არა? ამიტომაც მოხდა ეს. მამაკაცებში ალბათობა მეტია და ალბათ ეს პროცენტი მეტი იმიტომაც არის. თუმცა ახლა სხვა ფაქტორებით შეიძლება ხა თავს არ დავდებ იმაზე, რომ ესე იგი, ეს არის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება. მე ეს ამჩვევია კატეგორიულობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ ეს მოსაზრება ლოგიკას მოკლებული არ არის და ანგარიშგასაწევია, მე მგონი ამაზე შეიძლება შევთანხმდეთ და ალბათ რადიო მსმენელებიც დამეთანხმებოდნენ ამაში. მე უბრალოდ მანიშნებენ რომ გადაცემა ნელ-ნელა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება და კლავაც რომ დაუბრუნდეთ გადაცემის დასაწყის ბატონზურა იქ სადაც საუბრობდით ტრანსსექსუალებისა და ტრანსვესტიტების განსხვავებაზე ამასობაში ამ საუბარში გამახსენდა პედრო ალმოდოვარის ფილმი ყველაფერი დედაჩემის შესახებ სადაც მეგონი ყველაფერი არის ძალიან კარგად აღწერილი რომ ეს ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება თურმე თავის მშობელ მამას ეძებდა და თავის შემდგომში ნუ ამ დაღუპული ბიჭის დედა მანუელამ ხო აღმოაჩინა მისი წერილები და ამ წერილების მიხედვით მე დაიწყო თავისი სექსუალური პარტნიორის ძებნა რომლისგანაც ბავშვი გაჩნდა და წლების შემდეგ მიაგნო მას და ეს იყო ტრანსვესტიტი რომელსაც უკვე ყავდა ამ დროისათვის დაფეხმძიმებული პენელოპა კრუსის გმირი ასევე ну ეს ლირიულ გადახურებსა ჩახლართვებს აღარ მოუყვები ტრანსსექსუალი ეს ტრანსსექსუალი როგორი იყო ტრანსვესტიტი იყო იმიტომ რომ ქალის ეს ტანსაცმლით მეძავეობდა ქუჩაში და ამით ირჩენდა თავს და საბოლოო ჯამში გარდაიცვალა შიდსით ტრანსვესტიტი არ იყო ტრანს ეგ იყო ესე იგი ჰომოსექსუალური ესე იგი არა ჰომოსექსუალური პროსტიტუციით მაცხოვრებელი მამაკაცი რომელიც შეიძლება ჰეტეროსექსუალიც იყოს წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ჩვენ ეს არის ერთ-ერთი ტიპი არის იცით ჰომოსექსუალური ქცევის ერთ-ერთი ტიპი არის ჰომოსექსუალური პროსტიტუცია რომელსაც ეწევა ჰეტეროსექსუალი მამაკაცი ფულის შოვნის მიზნით რა ხო ამით ირჩენდა თავს ეს ფაქტი ის არ არის ტრანსვესტიტი ის სულ არ სიამოვნებს იმას ქალის დასაწყისში გამოწყობა ტრანსვესტიტი ვინ არის იცით? ქუჩაში კი არ ადგას ის ცალკე ოთახში ხანდახან სარკის წინ. ხანდახან აი ჩვენ ვილაპარაკებთ. ეს ფილმი მაქვს მე ამაზე ნანახი. კი სარკესთან რო ცეკვავს. მე ახლა გასაგიჟებელ რაღაცას გეტყვით. მაგალითად აღწერილია შემთხვევები ტრანსვესტიზმისა. ძალიან ხშირად სხვათა შორის. საზღვარგარეთულ ლიტერატურაში, სამეცნიერო ლიტერატურაში, როდესაც ცოლი ეხმარება მას მაღაზიებში დაყვება ცოლი და ცოლი ქალის კოსმეტიკას ყიდულობს მისთვის, ქალის საცვლებს ყიდულობს, ბიუსგალტერებს და ეხმარება და აი ცოლის თვალწინ ესე იგი ეს კაცი ღებულობს სიამოვნებას და ორივენი არიან ბედნიერი, მაგრამ ეს ჰეტეროსექსუალია ეს კაცი. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ესე იგი აი ალმოდოვარის შემთხვევაში არა, ეს არის ჰომოსექსუალური პროსტიტუცია, ოღონდ ის ჰეტეროსექსუალია ეს კაცი, ის არ არის ტრანსვესტიტი. ის იწმევს ქალის დასაწყისს იმიტომ რომ მოიზიდოს კლიენტი და იშოვოს ფული დიახ და მე მაინც მინდა ესე იგი დავასრულო ეს გადაცემა მაინც ტრანსსექსუალიზმზე რომ მოდით ნუ გავიგებთ რომ ესე იგი ქირურგიული დანა ამ შემთხვევაში არის პანაცეა საერთოდ არ არის მედიცინაში მით უმეტეს ესე მძიმე შემთხვევაში როგორც ტრანსსექსუალიზმია
ეს არ არის პრობლემის რადიკალური გადაწყვეტა რა. მაგრამ ეფექტური ალტერნატივა დღესდღეობით მას არ გააჩნია. ამიტომაც ესე იგი ის არის დღის წესრიგში და ბატონო როგორ უნდა უმკურნალო ადამიანს რომელსაც უნდა სქესის შეცვლა რა თქმა უნდა ქირურგია არის რა თქმა უნდა მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ხო ხედავთ რომ პრობლემებიც ბევრია რა და მაგრამ რახან ალტერნატივა არ გააჩნია რა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ დიაგნოზით ტრანსექსუალიზმის დიაგნოზით სქესის შეცვლის ოპერაცია დღესდღეობით 40-ზე მეტ სამედიცინო ცენტრში კეთდება აქტუალური რო არ იყოს არ გაკეთდებოდა, ხო? და ჩვენ დღევანდელი გადაცემაც არ დაეთმობოდა ამ კი ბატონო. ჩვენი შემდგომი გადაცემის თემაც ბარემ გადავდივართ უკვე პარაფილიებზე გადავდივართ, ესეც ძალიან საინტერესო იქნება. აი ეს არის ზუსტად სექსუალური ქცევის არაჩვეულებრივი სახეები, ანუ ნორმისაგან გადახრები რა. ამას ჩვენ ვილაპარაკებთ, ეს პარაფილიები საკმაოდ დიდი ოჯახია ბჭყალებში რო ვთქვათ, მდგომარეობებისა, საკმაოდ ეგზოტიკური მდგომარეობებისა. რომელზედაც ჩვენ ვისაუბრებთ, რომელიც მუდმივად სხვათა შორის საზოგადოების ინტერესის ფოკუსშია ეს თემა და მე ვფიქრობ, რომ შემდეგი თემა იქნება საინტერესო. მაშასე გავამხილეთ კიდევაც შემდეგ გადაცემის თემა, ანონსი გაკეთებულია. იმედია ჩვენს რადიო მსმენელებს არ დაავიწყდებათ მომდევნო სამშაბათს რადიო მიმღებების მომართვა იმედის ტალღებზე. გვისმინეთ. კარგად ზანდებოდეთ. Facebook-ზეც იაქტიურეთ ძვირფასო მსმენელებო. კარგად ზანდებოდეთ, მოგწერეთ. შეგვეხმიანეთ. მოგწერეთ. კომენტარებიც დაგვიტოვეთ. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის.